გამარჯობა. თუმცა შავ-თეთრი კადრი მინდოდა რატომღაც. მაგრამ არა უშავს. როგორ ხართ? სანამ საკუთარი ოთახი მეკრება, აქედან ჩაგერთვებით ხოლმე. ვაიმე, უნდა გითხრათ ხალხო, ჩემი გულის ტკივილი. მოკლედ, ხო ავიწონე დღეს. სამი კვირა შეიძლება რომ არა, ხუმრობის გარეშე. სამი კვირა მართლა პატიოსნად ვექცევით ჩემს თავს. არ მაქვს დაკლებული. მეგონა რომ ექნებოდა, არ მაქვს. ანუ ის 2 კილო რაც ჩამოვიკელი, გაჩერდა. აი ხო გეუბნებით სამსახურში რომ ჭამს საჭმელს, აი 3 კვირის მანძილზე ალბათ მახსოვს ერთი დღე რომ შევჭამე სადღაც 7-ზე, ისიც სალათი. არც რაოდენობაც შევზღუდე, იცით გითხარით, აი იმიტომ არა რომ ან თქვენ გატყუებთ და ან საკუთარ თავს. მართლა მასე ვაგრძელებ და ხომ შტობა. ვინც იცის რა მსგავსი რაღაცეები და რაღაცა, აი მაგრად მაინტერესებს რა ხდება. არა გამიგია რომ ისაო იყინებაო და რაღაცა დიეტის დროს, მე დიეტაზე არ ვარ პირველ რიგში. მაგრამ ეს გამიგია. მაგრამ 2 კილოს მე რაღაც შეთა გაიყინა. ხალხში თუ ხალხთან იყინება 16, 20, 10, ჩემთან მე 2 კილოზე გაიყინა. არა, არ ვაგდებ დუხზე არ ვეცემი რომ იტყვიან არც იმ მონდომებას არ ვაშვები, იმიტომ რომ მივეჩვიოს უკვე ჩემში არის, რომ ანუ აი ხა რომ შემეძლო წავსულიყავი და კაი აჯაბ სანდალი მაქვს და კაი წიწაკით მეჭამა, არ ვაკეთებ მაგას. იცი რატო? იმიტომ რომ არ მშია. თუმცა მინდა. ამიტომ ეს მინდა 3 კვირა აღარ არსებობს ჩემში. თუ არ მშია. რატო გაიყინა? ხო აქვე დავამატებ, რომ დღეს ბორანო ვჭამე. ბევრი არა, მაგრამ ბორანო ვინც იცის რაც არის, კი იცით, რამდენი კალორია შევჭამე ალბათ 2 კვირი. ხო და ეხა ვინც გაიფიქრა, რომ შენ მაგებს ჭამდა დაკლება გინდაო, შიოდა. საერთოდ არ მინდოდა რომ ეჭამოს ხოთოში შიოდა უფრო. ანუ დავსკრინე ის კომენტარი, ვინც ჩამოთვალა აჭარული კერძები და სათითაო აჭარული კერძები გავაკეთებინო. თუმცა დღეს ჭამე კვერცხის ბორანო. ანუ მოხარშულ კვერცხს ჭრიან და ასხავენ დამწვარ სახლის აჭარულ კარაქს. ნუ აჭარლების გაკეთებულ კარაქს და აი მე საერთოდ არ მომეწონა. რანაირად უნდა მოგწონებოდა ეს პურს რო აიღებს, რომ ეხო ჩააწვდე. ჩანგალი არა პურს ესე. მეორის რო შეჭამ, მე-3-ს, მე-4-ს, მე-10-ს, მთლიან ქვაბს რო დაიდგავ, არ მომეწონა. სულ ძალით ავჭამე ერთი ქვაბ. სხვა რაღაცებსაც გაკეთებს და ნენლა მიმოჩვევენ. არა, მე რძის ნაწარმი მიყვარს ყველანაირად, რა ვიცი, ძროხაც რომ დამიდო რომ რძეში შევჭამ. მართლა ყველანაირი რძის ნაწარმი მიყვარს, ყველანაირი. მით უმეტეს, სადაც არის ყველი, სადაც არის რძე, პრინციპში რძის ნაწარმი სხვა რაღა. ნაღები, აი მე რა სიძაღი. მე მგონი მე აჭარაში დაბადებული და აქეთ გამოტაცებული ბავშვი რომ მუსერიძეს უნდა მივწერო. ანუ ნახე კახეთისკე რა, იმიტომ მიყვარს ეს 2 კუთხე. იქაუ და აქაური. ხო, რაღაცა მსგავსია. დღეს მოვიდა 6 საათზე სახლში. 7 იყო დაწყებული. რო წამოვედით იქიდან. რა მაგარი რამე ვთქვი. აი ხა ის უნდა ჩავსვა. 1200 რაღაცაო ხო არის რაღაცა კაცი რო ლაპარაკობდა თუ ვიპოვე ჩავსვა აუცილებლად 6-ზე წამოველით. არა
7 იყო დაწყებული რომ წამოვერთა და 6-ე სახლში ვიყავი. უმეტი ამას ჩემი მათემატიკის მასწავლებელი არ უსმენს. ვიმუშავეთ კარგად. სავარაუდოდ ხვალ ადრე მომიწევს წამოსვლა. ხვალე. და ხვალე თუ მოვახერხე საერთოდ არ მგონია, მაგრამ მაინც თუ მოვახერხე. ხვალე წავიყვან ბარბარის ბაზრობაზე, მაგრამ არ მგონია, ამიტომ ხუთშაბათისთვის გადავდებ. თმა გამბავს და მიდივარ ბაზრობაზე საყიდლად სკოლის პირველი დღის რაღაცებისთვის. ჩვენი ოთახი უკვე შეივსო ნენელა სკოლის ნივთებით, ბარბარის წიგნები და ნინოს წიგნები. ივანე არ ვიცი როდის მოიტანს წიგნებს. ხო ივანეს მომზადების სიტუაცია უკვე გავარკვიეთ, ინგლისური, მათემატიკა, ქართული და ხაზვა. და სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს ოქტომბერში დაიწყებს ამას ყველაფერს ნენელა. ერთადერთი გული კი არ დამწყდა, ხო რა თქმა უნდა დამწყდა, მაგრამ რო ვიცი რა დონეზე უყვარს ცეკვა, რაღაცნაირად მეტკინა გულში. თუმცა ვიცოდი რომ წლევანდელი წელი ისეთი იქნებოდა რომ სავარაუდოდ მოუწევდა ცეკვის დათმობა. სწავლის გამო. და მაგიტომაც წავიყვანე შარშან გახსოვთ რომ შარშან ამზაფხულს ვიყავით თურქეთში, იმიტომ რომ მინდოდა რომ თუ 98% ივანეს ბოლო წელი იყო, მინდოდა რომ ესე ლამაზად დამემთავრებინა მისთვის ცეკვა. და მაგიტო წავიყვანე თურქეთში ორივე. ხო და ანუ მომზადების სიტუაცია საათები ისე ჩაჯდა სავარაუდოდ რომ ცეკვაში შეუშლის ხელს. ნახოთ შაბათს მიდის ცეკვაზე და გაარკვევს აბა რა დღეებში იქნება დიდი ჯგუფის ცეკვა და იქნება მოახერხოს. მაგრამ თუ ვერ მოახერხა, მოუწევს ცეკვის დათმობა, რაც იოანეს თვის ძალიან ძნელი იქნება. წარმოიდგინეთ, 10 წელია დადის და ცეკვა მაგისთვის ყველაფერია. მაგრამ სამწუხაროდ მოუწევს დათმობა. ძირითადად, როდესაც დიდი ანსამბლი ამ დონემდე მიდის ხოლმე და დიდი ანსამბლი ყოველთვის მაგრად ცეკვავს ხოლმე უკვე 10 წელია რო დადიხარ და ეს ჯგუფი არის, თან ისეთი საყვარლები, რო იტყვიან ერთი კლასი ცალკე, ანუ სკოლაში ხო ერთი კლასია კიდე და ბოლოს აქაც 10 წელი ერთად მოდიან. 10 წელი. და ესა ამ დონეზე რომ მიდიან ხოლმე და აბიტურიენტები ხდებიან, ყოველთვის იშლება ხოლმე ეს დიდი ჯგუფი და ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ცხოვრებისეულია, იმიტომ რომ ბავშვები სხვა ეტაპზე გადადიან და რაც არ უნდა უზომოდ უყვარდეთ, ძალიან ძნელია ესე თანხვედრაში მოიყვანო ჰობი და სწავლა. მაგრამ არა უშავს 10 წელი იოანესთვის ძალიან ძვირფასი მოგონებების წელი იქნება. ნახოთ ჯერ არ დამთავრებულა ამით ყველაფერი, ჯერ შეხედავს იქნებ და არ დაიმთხვეს საათები. ნახოთ. შაბათს იწყება ცეკვა, ანუ სკოლაზე სწრაფად ცეკვა იწყება და ერთი სულიაკთ გაიქცნენ, ერთი სულიაკთ გაცვიდნენ. სავარაუდოდ წლევანდელი წელი იქნება ნინოს წელი, იმ ხრივ რომ ნინო წავა ხოლმე ალბათ ან ბაკურიანში წავა, ალბათ. ან ქობულეთში, ნინოს ჯგუფი. ვერც არ მომიდგენია. ახლა ჯერ ნინო არ და გასვლებიც სავარაუდოდ ექნება. ხო, ფორმების, ანუ შეკვეთა. ჩვენ ანსამბლს აქ ფორმები, ანუ ფორმებს არც ვქირავობთ, არც ვყიდულობთ და არც არაფერი. ეგ რამხელა პლუსია ვისაც დაკავთ და ვინც ყოველ კონცერტისთვის ვაი-ვაგლახში ხართ და აბა ფორმა ქირაობა და აბა ისა და რაღაცა, ეგ მომენტი არ მქონია. მეორე კლასში რო იყო ივანეს სკოლის მეორე კლასში და პირველად რომ მივიდა ცეკვაზე, მაშინ ვიშოვეთ ფორმა, რო გჭირდებოდა. და იმის მერე ანსამბლს თავისი ფორმები აქვს.
ხოდა ხა ნინოს აუღეს ზომები ნინოს ჯგუფს რა და სავარაუდოდ წერს უკვე მე ნინო ვერ წარმოვიდგენია აი ხალხნო როგორია იცი ნინო აი ესეთ ძვალი დატყავი მართლა უღო ნახოთ დაველოდოთ მოვლენებს ხო ყველაზე ესა კიდე იმისთვის რა არის აი ხა როგორ არ გამოვიწიო თმა და ვიღაცას უნდა ნერვები მოუშალოს სველი მაგ და მიმეკრო ჩატები სკოლის ჩატები ცეკვის ჩატი მშობლის ჩატი მასწავლებლის ჩატი მუსიკაზე აღდამყო მშობლების ჩატი მასწავლებლის გარეშე რაღაცა დაბადების დღეების ჩატი რაღაცა მეგობრების პირადი აი ჩატი უი ჩატი და ჰაი ჩატი აი მე კაია ხოლმე რო ვეღარ იგებ რომელ ჩატში უნდა შეხვიდე დასაწყისში ძალიან მაგარია ხოლმე მერე კიდე ლაგდება და მერე კიდე არაუშავო ის ჩატი და ეს ჩატი აი დედა ზაფხული გავიდა საოცრად სწრაფად ძალიან სწრაფად ახალი ეტაპია რა ჩემს ცხოვრებაშიც და ჩვენს ცხოვრებაში ჩემი ოჯახის ცხოვრებაში სხვა ეტაპზე გადადის ის რომ იოანე სკოლის მოსწავლე არის მე-12 კლასელი მაგრამ იცით მე-12 კლასის მოძრაობის წესები სკოლაში ყოველ დღე გავა სახელიდან სასწავლებლად მაგრამ ხან სკოლაში და ხან მომზადებაზე თან სკოლის სინცხო უნდა ისაქნას და ბანკეტი ბოლოს არის და აი მეორე წელი ანუ წლევანდელი წელი ხო სხვა ეტაპია და აი ფიქრობ რაღაცა თავისი მღელვარება და რაღაცა მოსდევს რა ამ ყველაფერს და წარმოიდგინეთ მეორე წელი ხა წეღან ფიქრობდი სხვადასხვა სამსახურში თევზს რო წლავდი ხო მაგარი შენთვის რო ზიხარ და თარო ვაიმე გული გამისკდა თევზისა და სახეზე ვიყავი საოცრე ალეწილი მქონდა სისხლიანი ფელდობილი გაწუწული ხო და იმ პერიოდში ფიქრობდი რომ ანუ წელს სხვა და მეორე წელს გამოცდები სწავლა სასწავლებელში და პარალელურად ჯარი უწევს პრინციპში ეხა ოქტომბერში ხდება 17 წლის და მეორე ოქტომბერში გახდება 18 წლის და ძალიან კანონი კარგი დამავიწყდა შუაში ჩამესვა ძალიან კარგი კანონი გამოუშვეს თუ რაც აქვია ძალიან მომწონს ეს რომ ადლევენ სტუდენტებს დრო რო არ დაკარგონ რომ სწავლის პროცესში გაიარონ ჯარი თან თუ გახდები თუ არა 18 წლისა და შენ წახვარ ანუ შენ მიაკითხავ შენ სანამ ისინი მოვაკითხავენ პრივილეგია გაქვს და ხელფასი გაქვს მეტი ნუ მაგ ყველაფერს მომავალ წლამდე ნახოთ რა და როგორ შეიძლება მაგ ყველაფერს მე გავარკვევთ და ჯარში აუცილებლად წავა აუცილებლად ისე მინდოდა მე ჯარში წასვლა ვინმე იმის მერე ეს კაბა შევიკერე და კარგად დაემთხვა ეს კაბა შევიკერე 2 წლის წინ მე მგონი გარდაბანში 26 მაისთან დაკავშირებით გარდაბანში კონცერტი ჰქონდა ჯვარულს და მინდოდა რომ რამე იმ ტიპაჟის ჩამეცვა რადგან ბავშვები ჩოხებში ხერხა მე ჩოხებში და ამიტომ წავედი ბაზრობაზე ნაჭერი ვიყიდე და ესეთი რეზინი რო აქვს შუაში აქ შეხსნილი კაბა შევიკერე შვენივრად მეცვა ხო და ეს ზოგადად გასასვლელი კაბა წესით ეგ ვხმარო ხოლმე მაგრამ სანხა მივდივარ ახლა სახშიც ახლა ჩავიცვი ვიბანავი ჩავიცი ხან გავიხარ დავწვი დავიცით გინდა გასასვლელი იყოს გინდა ყველაზე მაგარი რა არის გასაუთებელი დარეტყობა და ძვირფასი კაბა ყოფილი შემიკერია აი ეს ძალიან მაგრად მიხარია ხოლმე როდესაც მიუხედავად დამღლელი დღის ხოლმე მაინც ვახერხებ ხოლმე თქვენთან მოსვლას ძალიან მაგრად მიხარია ხოლმე ეგ რაღაცა თითქოს დანაკლისი აღარ მაქვს YouTube-ის. იმიტომ რომ ვახერხებ მაინც მოსვლას რამდენი წუთითაც არ უნდა მოვიდე ხოლმე ძალიან მაგრად მიხარია ხოლმე გამბავი და თან რო ვიცი რომ მელოდებით
რაღაცა ვალდებულებად ხომ აქვს თქვენს მიმართ და მოვდივარ. და რომ მოვდივარ, იმიტომ კი არ მოვდივარ, რომ აი ამას თქვენთვის ვაკეთებ. არ. პირველ რიგში ეს მე მსიამოვნებს და მე მინდა. და მე მომწონს, რა თქმა უნდა. ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩემი თქვენთან ურთიერთობა. ყოველდღიურობა. აი ვერ წარმომიდგენია წლების წინ როგორ ბევრ რაღაცა სიცარიელში ვიყავ, ბევრი რაღაცის მხრივ. YouTube-თან ერთად დაიწყო ჩემი წინსვლა, მართლა. შეკვეთები, ხატვა, მეტი განვითარება, მეტი პერსპექტივა და ბევრი რაღაცა. ამიტომ, აი შედარებას გავაკეთებ და ძალიან აღარ გავწელავ დაგემშვიდობებით. ზოგადად, როდესაც ადამიანი გოგო, ქალი, ეხა იგი დუნაშულივით პატრა გოგო არ მეთქი, არ ვიტყვი. რომ სოციალურ ქსელში გამოჩნდება, გინდა YouTube-ი იყოთ, ნუ Facebook-ი უკვე რაღაცა ჩვეულებრივი ის არის, ანუ YouTube-ი, TikTok-ი რაღაცა აღიქვავენ, რომ ეს ადამიანი, ეს ქალი მდედრობით ისქესი ან ვერ არის კარგად, ან არა აქვს ოჯახი, ან არა ყავს პატრონი, იმიტომ ჩანს აქ და რაღაც. ძალიან ძნელია, რომ გაითავისონ ის, რომ ოჯახიანებიც არიან, პატრონიანებიც არიან, ზრდილობიანებიც არიან, წესიერებიც არიან, ზღვარს რო იქით არ გადადიან, ეგენიც არიან და თვითონაც ვუკვირთ ხოლმე რაღაც მომენტში, რომ ბევრჯერ ვუკითხეთ, აი იცი, აი წარმოიდგინე 5 წელი YouTube-ზე ვარ და ვიღაცა კომენტარს რო გიწერს, რომ ანუ ხო გათხოვილი რო ხარ, ხო ცალკე თემაა კიდე და ანუ შენ მაგ მარმა იცის რო აქ ხარ. არა. საიდან? დავბლოკე. საიდან მოიცოდეს? ან ვინ ეტყვის? ანუ მაგას ვამბობ რა, აი გააჩნია როგორ გამოიყენებ, თორე ეს სახელის გატეხვა ძალიან ადვილი რამეა, ხო? ანუ ბევრი ესეთი რაღაცის გამო ყველა სამქვაფში ვიღაცა რო გამოჩნდება ხოლმე, ეს ისეთი იქნება. არა, ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერ სოციალურ ქსელში აი ხა ვინც მაგას ფიქრობს და მიყურებ. ჩვეულებრივი მოვლენაა სოციალურ ქსელში ადამიანის გამოჩენა. გააჩნია როგორ გამოიყენებ. როგორ გამოიყენებ შენი წინსვლისთვის. თორე ხა თქვენ როგორც აგონიათ რომ იყენებენ, იყენებენ. ხო, და ზუსტად ბევრი რო იყენებს, იმიტოა რომ ბევრი რო სხვა რაღაცა უნდა, ინფორმაცია უნდა, სწავლა უნდა, წინსვლა უნდა, რაღაცა პერსპექტივა უნდა. ანუ იმათთან ერთად იხარშებიან ხოლმე, ეგრე არ არის. ეგრე არ არის. რომ ეკითხებიან ხოლმე აი TikTok-ი კაია, აი რა არ მოგწონს TikTok-ში. TikTok-ში ისეთი გვერდები მაქვს გამოწერილი. რაღაცა ცემენტით რაკეთობები, ხელოვნები, აი რავი, მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე TikTok-ის იმ ხელოვანი ადამიანებისგან. გააჩნია როგორ გამოიყენებ და პერსპექტივა ჩვეულებრივია, რომ აი TikTok-სეც მოსვლია შეკვეთა, Facebook-ზე ხო მოდის და YouTube-დან რა თქმა უნდა მოდის და აი რატო არ უნდა გამოიყენო, რა არის აქ სასირცხვილო და რა არის აქ გასატეხი. არაფერი საერთოდ, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობა გახდა. ყოფილა შემთხვევა, რომ ვიდეოს ჩაწერა არ მდომებიან, ხო, რაღაცა ხო არის ადამიანის ემოციებზე, ხო, რაღაცა ელემენტარული ამიღია ტელეფონი და განწყობა რაღაცა თითქოს არ გაქვს, შეიძლება არც არაფერი არ ხდება, მაგრამ შეიძლება ხდება და ამიღია ტელეფონი ჩამირთვია და ერთი ვიცი რომ უბრალოდ გამარჯობა უნდა თქვა და საერთოდ არ ვიცი ხოლმე მე ბევრ შემთხვევაში რაზე ვილაპარაკო, მაგრამ ისე გადის ხოლმე რაღაცა წუთები ის რომ რაღაცა მოდის, როგორც კაი დაქალებს ელაპარაკო ხოლმე და რაღაცა და ეგ სიტუაციაც არის. და ძალიან ბევრჯერ დამხმარებია, თუნდაც ემოციურ ფონზე რო რაღაცნაირად რო ხარ რა. და რაღაც 1-20 წუთი გამიტარებია YouTube-ის ვიდეოს ჩაწერასე და საწოვიდა ის რაღაცა დეპრესიული ფონი თუ რაღაცა, არსად. რატომ ისედაც ამდენი ხანი ცხოვრობს ადამიანი და რატომ უნდა
რა ქვია, ჩაამწარებინო ესე ვთქვათ, იმ რაღაცა ხო ეხა არის ხოლმე მომენტები, რომ აგინ უბრალოდ გინდა იწვე და არა საერთოდ აი გარე სამყარო შეხდება არც გაინტერესებს, მაგრამ რო გაიფიქრებ, რომ აი სულ არის ეს ცხოვრება და ისიც ცუდ ხასიათზე უნდა გაატარო, ისიც დეპრესიაში და ისიც მუჟმური და რაღაცა, არა, აბა ადგა და მორჩიამთავრა. პირველი წამალი, რაც ჩემს თავს ვუპოვე, არის ეს ყვავილებთან ურთიერთობა, მიწასთან ურთიერთობა. შეიძლება ერთი ქოთნიდან იგივე ზომიდან, იგივე ზომაში გადავრგო ყვავილი, მაგრამ აქედან აქ რო გადავრგავ, ეს უკვე ჩემთვის დიდი თერაპია, აი არ ვიცი როგორი ვერ აგიხსნით ხალხო, ვისაც ახლა გაგეცინებათ ამ ჩემს ბოლო საუბარზე, ანუ ყვავილის გადარგვა გადმორგვაზე, არ გამიკვირდება, იმიტომ რომ მეც გამცინებია. სანამ არ ვცადე. და თურმე მაგარი გიჟი ვიყავი, რომ ხვის ამნან ხო, ანუ გამცინებია არ გამიფიქრებია, ხა რა სამშობა იქიდან იგადარდა, რა შეიძლება მოგდის. ყველაფერი. სიმშვიდე. რაღაცა გონება გახსნილობა, მეტად დაფიქრებულობა და მეტად გაანალიზება ხდება ამ პროცესში და ეს ჩემთვის ძალიან დიდი თერაპია. ასე რომ წავედი ხა საიდან დავიწყე და სად მოველი თქვენ გისაქენით. წაველი მე მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად მოსვლა მოვასწარი, თუმცა ერთი ის ვიცოდი რომ შემოველი და კარები რომ დავკეტე, უნდა დამეძინა. მაგრამ მაინც მოვედი და უზომოდ ბედნიერი ვარ და წარმატებული დილას გისურვებ და ბედნიერ ღამეს, დღევანდელ ღამეს. აბა თქვენცით, აბა ჰე და აბა ხო.